თვითონ დედა ღვთისმშობელმა გადაარჩინა მამა გაბრიელი დახვრეტას. იმიტომ რომ ზუსტად რამდენიმე ხანში უკვე მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, რომ ადგილზე დახვრიტეთ. Расстрелять без суда и следствия. ანუ ყოველგვარი გამოძიების და გარეშე დახვრიტეთ ადგილზე. და ესეც მოხდა, მამა გაბრიელი წაიყვანეს და უდიდესი სასწაული, ახსენეთ თქვენ ეს ამ ფაქტთან დაკავშირებით არის სასწაული. ჩვენს პირველ ფილმში არის ეს. მამა გაბრიელი, როდესაც შეიყვანეს, თვითონ იხსენებს, მეოთხე სართულზე ამიყვანეს, კაცი იჯდა კასტუმიანი. ამიყვანეს, მაღლა მიდივარ, პერიკლაბამაცი, დიდი თვალი კიდია, შავენი და კაბინეტია ერთი მესამე სართულზე, კაცი ის კასტუმიანი. ეს არის ოდელიო, დოდა, და ფეთქავათასო. ყველა საინტერესებს, ახლა რომ სახელი შევხედავ. შეიყვანეს მამა გაბრიელი და ეს შენ რა გააკეთეო, უყვირიან, ძალიან კარგად იხსენებს თვითონაც. არის აუდიო ჩანაწერი. მამა გაბრიელი ძალიან მშვიდად პასუხობდა, იმიტომ რომ სულიერი სიძლიერე რაც მას ჰქონდა, უფლისგან მონიჭებული თავისი ცხოვრების გამო. შენ იცი რომ დახვრეტა გაქვსო უთხრეს. არანაირი მღელვარება არ იყო და მამა გაბრიელმა პირჯვარი გადაისწერა. და მაშინ იყო ესეთი ტენდენცია ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენდნენ ადამიანებზე, ისედაც სასიკვდილოდ განწირულ ხალხზე, რომლებსაც დახვრეტა ჰქონდათ. ესეთი ტენდენცია იყო, რომ სანამ შეიყვანდნენ იმ მთავარ პროკურორთან, ეს მდივანი, პროკურორის მდივანი ახლომახლო მიიყვანდნენ, რომ აქ უნდა დალოდებოდა. პროკურორის მდივანი დაიწყებდა დეტალურ აღწერას, ვითომ ტელეფონზე საუბრობდა, რომ ამას ესე გაუკეთებენ, მოკლავენ, ჯერ ჩამოახრჩობენ და იმ საშინელ მეთოდებზე ყვებოდა, რაც უნდა გადაეტანა სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს. იგივე მოხდა მამა გაბრიელის შემთხვევაშიც. ამას ერთ-ერთი მრევლი იხსენებს ბატონი რამაზი. ასე მოხდა მამა გაბრიელის შემთხვევაშიც, ის შეიყვანეს პროკურორის მდივანმა, ესე იგი დეტალურად აღწერა, რომ ესე მოელის და ესე მოკლავენ, ვითომ სხვას ესაუბრება ტელეფონზე, ეს არაფერსაც არ ამბობს და რამდენიმე ხანში დარეკა ტელეფონმა, მდივანმა უპასუხა და შემოვიყვანოთ თუ არა ეს უკვე მიცვალებული, ესე უთხრა. მე თვითონ გამოვალ, ტელეფონში გაისმა ხმა მთავარი პროკურორის, მე თვითონ გამოვალ და გავარკვევ საქმეს. ნუ ყველამ გაიკვირვა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ეახლოს პროკურორი ამ დასახვრეტად გამზადებულ ადამიანს. გამოვიდა და პროკურორი მივიდა და დამლოცეთ მამა უთხრა. ეს მაშინ 65 წელს ახალი მომხდარი არის, იმ დღის მომხდარი არის ეს რა მოხდა? გამოვიდა პროკურორი და უთხრა, ვინა ხართ თქვენ? მამა გაბრიელმა დაიწყო, როგორც ყოველთვის, მე ვარ მიწა, მე ვარ ყველაზე ცოდვილი, დაბალი ადამიანი, მე ვარ ცოდვილი და ასე შემდეგ. ვინა ხართ თქვენ? კიდევ ერთხელ შეეკითხა. აქ მამა გაბრიელმა სალოსურად თავის ბიოგრაფიის მოყოლა დაიწყო. მე გოდერძი ვასილისძე ურგებაძე დავიბადე 1929. შემდეგ მესამე დაუსვა პროკურორმა კითხვა, ოღონდ ერთი სიტყვა დაამატა. ვინა ხართ თქვენ ღმერთისთვის? ყველა გაოცებული იყო, რომ ღმერთის ხსენება არ შეიძლებოდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და აქ კიდე ამ სასიკვდილოდ განწირულისთვის მით უმეტეს. მამა გაბრიელმა გაიღიმა და პროკურორი ამბობს, მას არაფერი არ უთქვამს მამა გაბრიელს. მამა გაბრიელმა გაიღიმა, პროკურორმა კი დაიწყო. შემდეგი რამს თქვა. სანამ თქვენ მე აქ მელოდებოდით, ჩემთან კაბინეტში შემოვიდა ქალბატონი ძველ ტანისამოსში ჩაცმული, რომელმაც მითხრა, თუ ამ ადამიანს თქვენ დახვიდავთ, ვინც დერეფანში გელოდებათ, არა თუ თქვენ, არამედ თქვენ შთამომავლობას არ ეღირსება, არ გადმოვა მათზე უფლის მადლი. ყველამ გაიკვირვა და უთხრა, რომ ეს თან იყო მეოთხე სართულზე, ეს ყველაფერი ხდება, რომ სანამ ჩვენ აქ დერეფანში გელოდებოდით, თქვენთან ბატონო არც არავინ შემოსულა და მით უმეტეს არავინ არ გამოსულა. არა, როგორ არა. ეს ესე იყო. და მამა გაბრიელს თვალები აენთო სიხარულით. როგორი იყო ეს ქალიო და მამა გაბრიელმა თვალცრემლიანმა თქვა, დედა ღვთისმშობელი ბრძანდებოდა. და თვითონ დედა ღვთისმშობელმა გადაარჩინა მამა გაბრიელი დახვრეტას. იმიტომ რომ
ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია 1965 წელი ის რეჟიმი, ათეიზმი და ასეთი ფაქტი. შემდეგ მამა გაბრიელმა უთხრა ამ პროკურორმა, რომ ერთადერთი გზა რომ დახვრეტას გადაგარჩინოთ, უნდა გაგაფორმოთ, რომ ხართ გიჟი. და მართლაც ესე მოხდა, რომ მამა გაბრიელმა გამოიარა ციხეც, ციხეში და იჯდა სანამ ის დოკუმენტები მზადდებოდა და სხვათა შორის